წარმოიდგინეთ ქვეყანა, სადაც საღეჭი რეზინის გამო შეიძლება $100,000 დაგაჯარიმონ, ან ციხეში გამოგამწყვდიონ. ეს სინგაპურია. ადგილი, სადაც კანონი ყველაფერზე მაღლა დგას. აქ, თუ ტუალეტში წყლის ჩარეცხვა დაგავიწყდათ, ჯარიმაა. თუ მეზობლის Wi-Fi-ს უნებართოდ დაუკავშირდით, ეს ჰაკერობაა და პატიმრობა გემუქრებათ. სანამ გაგრძელებაზე გადავალთ, გამოიწერეთ არხი, რომ მსოფლიოს სხვა უცნაურობები არ გამოგრჩეთ. ქუჩაში მტრედების გამოკვებაც კი $500 დაგიჯდებათ, მაგრამ ყველაზე გიჟური მაინც ავტომობილებია. უბრალო მანქანის ყიდვის უფლება რომ მოიპოვოთ, ჯერ $100,000 უნდა გადაიხადოთ. თავად მანქანა კი 3-ჯერ ძვირი ღირს ვიდრე სხვაგან. რაც შეეხება კვებას, ქუჩის მარკეტებში $5-დან $10-მდე გემრიელად დანაკვირდებით. აი რესტორნებში კი, ფასებს საზღვარი არ აქვს. თქვენ გაძლებდით ქვეყანაში, სადაც ყველაფერზე ჯარიმაა. დაწერეთ კომენტარებში.